ჩემპიონთა ლიგა მშვიდობის და 2 სიტყვით გუშინდელი თამაშების შესახებ. მოკლედ, ესე იგი, ჩემდა გასაკვირად ბევრის გამამწარებელი ბოდოგლიმტი, რავი, ძალიან ესე იოლად, ეტაპობრივად გაანადგურა სპორტინგმა 5-0, არ ვიცი, მართლა არ ველოდი ამ ყველაფერს და ნახევარფინალშია მეგობრებო სპორტინგი, მაგრამ გონია რომ ძალიან იოლი ლუკმა იქნება არსენალისთვის. არსენალმა 2-0 მოუგო ლევერკუზენს და ამაშიც დარწმუნებული ვიყავი ზუსტად რომ 2 ბურთის სხვაობით მოუგებდა. რეალის მოგება მინდოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ პრინციპში რომც არ მოეგო რა ამერე, არაფერი. აქედან გამომდინარე, მაინც მოუგო, არ ჭირდებოდა, მაგრამ მაინც. ხო და მეგობრებო, ყველაზე მთავარი, ესე იგი, PSG იგივე განცდა მაქვს, რაც ჩემპიონობის სეზონში. გუშინდელი თამაში იყო ზუსტად ესეთი რა, აი რაღაცა დაფრინავდნენ ჩვეულებრივად, რამდენ გოლსაც უნდოდათ იმდენს გაუტანდნენ, ასე მგონია. რაც მთავარია, ხვიჩიტო ეს 2 თამაში დაფრინავს ჩვეულებრივად. პირველი თამაში მგონია რომ იყო ფანდი, კი ვითომ ფეხი იტკიოდა და ვითომ შეიძლებოდა რომ არ ეთამაშა, მაგრამ მე ატყდა ერთი ამბავი რომ რას ქვია ხვიჩიტო ძირითადში არ არის და რა გენიოსია ჩვეულებრივად ენრიკე და ესე რო იტყვიან დაგეშილი შემოუშვა და კი იცით პირველი საგოლე გადაცემა გააკეთა, მერე გაიტანა, კიდე გაიტანა და აი ესეთი უპირატესობით დახვდნენ გუშინ პარიზში. აქედან გამომდინარე, კვარა არის ზენიტში თავისი კარიერის, ასე ვიტყოდი მე და იმედია რომ შეინარჩუნებს ამ ყველაფერს და უბრალოდ აი ხა მინდა, მაგრამ არ მინდა კარგი ჯანდაბას ჩათვალეთ რომ სართულებიანი გაუშვი ბარკოლას უყველაფერი მე რა. ესე იგი, მანდრო ხვიჩიტო ყოფილიყო, ნუ გოლი რო გაიტანა გასაგებია, მაგრამ აი ორ მცველ შორის რომ პასი არ თან გახედა ამ ნაბიჭვარმა ბოდიში მაინც ვამბობ, გახედა და აი გენიალურად იყო გახსნილი ხვიჩიტო, მაგრამ მაინც აი ესე პირდაპირ გაარტყა მეკარეს. აი ამ ნაძირალა მამან და მე რა ვიცი, მე არ მიკვირს რომ ენრიკე ამას არ სჯის უკვე არაერთხელ აკეთებს, არა მარტო ის არა ქვია ბარკოლა, არამედ დემბელესაც აქვს ეგეთი რო იტყვიან ჩვევები, მაგრამ აი ეს ბარკოლა განსაკუთრებით რა. ხო და არ ვიცი, მე მგონი უნდა დაისაჯოს მეგობრებო, ალბათ დამეთანხმებით და ესე იგი, ნუ რეალის ესეთი უპირატესობა, რა თქმა უნდა, ვფიქრობდი რომ არ უნდა განიავებულიყო და ასეც მოხდა, შეინარჩუნა ეს ყველაფერი და კიდევ დაამატა. PSG-ს ეს სამბურთიანი სხვაობაც, რა თქმა უნდა, ვფიქრობდი რომ გამორიცხული იყო რომ ეს წყალში გადაეყარათ, ესე მოხდა და აი ბოდოგლიმზე გამიკვირდა, ამას მინდა ხაზი გაუსვათ, მაგრამ იქ არსენალზეც ვფიქრობდი რომ 1-1 იყო წინა ტურში, მაგრამ ვფიქრობდი რომ ძალიან ესე სოლიდურად მაინც მოუგებდა და ასეც მოხდა, მაგრამ აი ბოდოგლიმტმა ამდენი გუნდი რომ გაამწარა და აი ესე სამბურთიანი უპირატესობა ესე რო გაანიავა, თან მე არ ვიცი მეგობრებო, თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ სპორტინგი არაფერი გუნდი არ არის. უბრალოდ აი ესე კი ბატონო გუშინ 5-0 მოიგო. ასე რომ ნახოთ დღევანდელი ამბები და ხვალ ისევ შემოგიერთდებით მოკლედ დროებით.